მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა რომ პირად ურთიერთობებზე ვიწყოთ ერთი გაშლა. მოკლედ ნახოთ აბა როგორი მდგომარეობა იქნება თქვენთან ერთი კვირის განმავლობაში, რას უნდა ელოდოთ თქვენი ურთიერთობებიდან, გააჩნია ვის რა მდგომარეობა აქვს და როგორ არის, მაგრამ ვინც მიყურებთ, იფიქრეთ თქვენს ურთიერთობაზე და რა მოგდინება შეიძლება გქონდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, მოდით ვნახოთ. ვიფიქროთ ამაზე, რა იქნება ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ურთიერთობაში. ნახოთ. რა იქნება მნიშვნელოვანი, ან ესეთი, რაც ცოტა იყოს დასაფიქრებელი იქნება თქვენს ურთიერთობაში. ნახოთ. ეს გვეტყვის ორაკულიც. ანუ რა ხდება ეხლა? ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს ესე თავიდან იყავით ესე მიჯაჭვულობა გქონდათ რაღაც ამ ურთიერთობაში ამ ადამიანთან, რომელიც თქვენთან იყო ძალიან ესე ახლოს, საკმაოდ მყარი სიახლოვე გქონდათ და იყო ამ ურთიერთობაში ცოტა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ეს იყო რაღაც ცოტა მსუბუქ ფორმებში, არ იყო რაღაცა გაოფიციალურებული, ან კიდევ ისეთ მომენტამდე მისული, როდესაც რაღაცა ან საგულდაგულოდ ესე დაგეგმილია, გაწერილია და ყველაფერი. ნახეთ, ამ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში არის რა იყო არჩევანი, რომელიც ცოტა არ იყოს დამაბნეველებითი იყო, იმიტომ რომ გიწევდათ რამდენიმე საკითხზე ერთდროულად კონცენტრირება და არ იცოდით, ესე ვთქვათ, როგორ გაგეკეთებინათ ეს არჩევანი. საბოლოო ჯამში თქვენს ამ ურთიერთობაში შეიძლება ეხლა ვერ ხედავთ, ეხლა გაქვთ ცოტა ისეთი პერიოდი, როდესაც არჩევანის პერიოდია ეს ყველაფერი. ეს არის დაფიქრების, აი წინათ რაც იყო ყველაფერი ამის, აი საგულდაგულოდ გაანალიზების პერიოდი, რომელიც ამ ყველაფერს ნახეთ არის ცოტა რაღაცა განპირობებული იმით, რომ ეს ამ ყველაფერს თავიდან ცოტა არ იყოს იუმორისტულად მიუდექით, მაგრამ ნახეთ ამ შემთხვევაში ამ როგორც ვთქვათ, რაღაც თამაშით ან რაღაცნაირად დაწყებულმა ურთიერთობამ, რომელიც საკმაოდ ესეთი რაღაც დამაკავშირებელივით იყო თქვენ ორთან, რაღაც პერიოდში დიდი პაუზა გამოიწვია, მაგრამ ეს იყო, ნახეთ, ცოტა დაფიქრების პერიოდი. მომავალში კიდე, ამ ერთი კვირის განმავლობაში გაიხსნება ბევრი, ესე ვთქვათ, აი საკითხი, რომელიც საჭიროებდა, ესე ვთქვათ, გადახედვას, აი გინდოდათ რაღაცებზე პასუხი, ამ ყველაფერს პასუხს აუცილებლად მიიღებ და აქ ჩანს რაღაც აი სიყვარული, აი როგორ იცით, ეს ყველაფერი იმ მტკიცე კავშირიდან გამომდინარე, შეიძლება თავიდან ვერ აცნობიერებდით ამ ყველაფერს და შეიძლება იყო რაღაც ესე ვთქვათ, მსუბუქად დაწყებული ურთიერთობა, მაგრამ ეს გადაიზრდება სიყვარულში. არჩევანი ამ შემთხვევაში, როგორც ასეთი, საჭიროებს საგულდაგულოდ, ესე ვთქვათ, განხილვას, საჭიროებს რაღაც საკითხების გაანალიზებას, ეს ყველაფერი ნახეთ, ერთი მხრივ ძალიან კარგია ამ ურთიერთობაში და ვინც აი ესეთ მდგომარეობაში იყავით და ფიქრობდით თქვენი არჩევანი წაგიყვანდათ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი კარგად მთავრდება. მთავრდება იმით, რომ ეს ყველაფერი გადადის საბოლოო ჯამში სიყვარულთან.
და რა შეიძლება კიდევ რომ თქვენ ამ შემთხვევაში აი ფიქრობდეთ, რომ შეიძლება თუ არა კიდე რამეს ელოდეთ ამ ყველაფრიდან. ნახეთ რა მოვიდა. ეს არის უკვე აი დიდი მონატრება და ამ ურთიერთობისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა. და ყველაფერი აი ეს მეორე შანსი, შერიგება, ეს ურთიერთობა საბოლოო ჯამში ნახეთ მას მოაქვს სიყვარული. ორივეს რა თქმა უნდა ალბათ მონატრება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გაბრუნებთ ერთმანეთთან. ეს იყო ესეთი პოზიტიური გაშლა დღეს. ეს არის ტაროს დრო. დროებით.